დღეს გავიგე, რომ დივანმა ჰექსეთმა გენერალ რენდი ჯორჯისგან, რომელიც შტაბის უფროსია, მოითხოვა გადადგომა და პენსიაზე გასვლა. ნახეთ მისი ფოტო, West Point-ის თავაზიანობით. ფაქტობრივად ეს ნიშნავს არმიის მთავარი უნიფორმიანი ოფიცრის გადატენებას და როგორც ხედავ, ბევრ სათაურში ამბობენ, რომ ამ ოფიცერს ათავისუფლებენ. იმ დროს, როცა ისერნეივაის შეიარაღებული ძალები კვლავ ბრძოლაში არიან ირანთან. მართალია, ჰალ, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად ვკარგავთ არმიის მთავარ უნიფორმიან ოფიცერს. გექნება თუ არა ამას გავლენა იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ომი ახლო აღმოსავლეთში? არ ვფიქრობ, რომ ამას დიდი გავლენა ექნება. არმიას იქ ცენტრალური როლი არ აქვს. ისინი მონაწილეობენ, რა თქმა უნდა, მაგრამ არა ისე, როგორც სხვა შტოები. ომის დროს მაღალი რანგის გენერლებს ხშირად ათავისუფლებენ. ლინკოლნი მაგალითად ძალიან ცნობილი გახდა იმის გამო, რომ ხშირად ათავისუფლებდა. მან რამდენიმე გენერალი გამოსცადა, სანამ მთავარ გენერალად ულისეს სონდ გრანტი არაირჩია. ისინი არაკეთებდნენ იმას, რაც მას სჭირდებოდა, ამიტომ ის ეძებდა ვინმეს, ვინც საქმეს გააკეთებდა და გრანტმა შეძლო ეს. ეს ომში ხდება, ჩვენ ხედავთ, როგორ ათავისუფლებენ გენერლებს და ადმირალებს მუდმივად. და მე აღნიშნავდი, რომ ამ ადმინისტრაციამ უკვე გაათავისუფლა დაახლოებით 10 გენერალი და მაღალი რანგის ოფიცრები. ცნობილია, რომ გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე CQ ბრაუნი გაათავისუფლეს. საზღვაო ოპერაციების უფროსი ლიზა ფრანჩეტი გაათავისუფლეს. შემდეგ თავდაცვის დეპარტამენტის უფროსი გაათავისუფლეს და ასევე საჰაერო ძალების მოადგილე უფროსიც გაათავისუფლეს. ეს ასე უსასრულოდ გრძელდება. როგორც უფროსი ხელმძღვანელი და თავისი მიმართულების უმაღლესი რანგის ოფიცერი. უნდა კონდეს შესანიშნავი ურთიერთობა სხვა ხელმძღვანელებთან და ასევე თავდაცვის მინისტრთან ან ომის მინისტრთან. და ამ შემთხვევაში რენდი, ჯორჯი, რომელიც გაათავისუფლეს, სინამდვილეში ამ თანამდებობაზე იყო შერჩეული ადმინისტრაციაში, წინა ადმინისტრაციაში. და ამ სამუშაომდე ის იყო თავდაცვის მინისტრის მთავარი სამხედრო მრჩეველი ბაიდენის ადმინისტრაციაში. საინტერესოა, რომ კრისტოფერ ნევი, რომელიც ბევრ გენერალთან შედარებით დაბალი რანგის იყო ომის მინისტრის ჰექსეთის მთავარი სამხედრო მრჩეველი. ასე რომ ასეთი რამ ხშირად ხდება. როდესაც ამ დონემდე მიდიხარ, საქმე გაქვს ურთიერთობებთან და ბევრ ისეთ საკითხთან, რასაც ზოგი პოლიტიკურს უწოდებს. მაგრამ არა პოლიტიკურს პარტიული პოლიტიკის მნიშვნელობით, არამედ პოლიტიკურს იმ გაგებით, თუ ვინ იცნობთ, ვინ გამოიყენებს თავის გავლენას თქვენ სასარგებლოდ და მსგავსი საკითხები. მაშ, მე ვკითხულობდი ცოტა ხნის წინ. დღეს სხვათა შორის აქ გვაქვს ეს რუკა, რომ წარმოდგენა შეგიქმნათ, სად არის ნაწილი მოძრაობისა ჰორმუზის სრუტეში. ჯერა რომ ეს პერიოდულად ახლდება, ასე რომ ძირითადად გვაძლევს ზოგად წარმოდგენას, როგორია მოძრაობა. ამ საგამოს წავიკითხე, რომ დაახლოებით 40 ქვეყანამ განიხილა ერთობლივი ქმედება ჰორმუზის სრუტის გასახსნელად და ირანისთვის ხელის შეშლა, რომ ასე ვთქვათ, შეაკავოს გლობალური ეკონომიკა. დიდი ბრიტანეთი იყო ამის ორგანიზატორი, როგორც ჩანს, ჰაო. მაშ, რა იქნებოდა ყველაზე მყარი და ეფექტური გზა გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ ამ 80 ქვეყანას შეეძლოს ამ საწყისი იდეის გარდაქმნა. და ეს პირველი შეხვედრა პრაქტიკული და კონკრეტული ქმედებების სერიაში. ფიქრობ, ყველა ერთად ერთობლივ ოპერატიულ ჯგუფში გაერთიანდება, რათა ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს. ამ 80 ქვეყანას მრავალი ნამსაწინააღმდეგო გემი ჰყავს. და თუ იმ რუკას შეხედავთ, შეამჩნევთ, რომ იმ კონკრეტულ წერტილში მოძრაობა იყო. იცით, იქ უკიდურეს წერტილში, იცით, კიშიმის კუნძულის ბოლოში, ზემოთ, ბანდარაბასის ახლოს, ნახავთ გემებს. ეს დაახლოებით ის საგზაო გადასახადის პუნქტია, რომელიც ირანელებმა გახსნეს. ისინი სურთ, რომ გემები გაიარონ იმ კუნძულებთან, ჰორმუზის სამხრეთით, გადაიხადონ $2 მილიონი გადასახადი და გააგრძელონ გზა. რაც არ ჩანს, ის არის, რომ იქ მდებარეობს საერთაშორისო საზღვაო მარშრუტები, სადაც ჩვეულებრივ მოძრაობა იქნებოდა. იქ არაფერს ხედავ. ბევრ ადამიანს უჩნდება კითხვა, ნეტავ ეს საზღვაო მარშრუტები დანაღმულია. აი რატო არ სურთ ირანელებს, რომ იქ ვინმე გაიაროს? და ამას დრო დასჭირდება. ეს იქნება ხანგრძლივი და დეტალური სამუშაო, მაგრამ საჭიროებს ბევრ ნავსაწინააღმდეგო გემს, რაც ეკიპაჟებს უბრალოდ ცოტა აქვთ. ერთად ამ ქვეყნებს აქვთ რამდენიმე ნაღმსაწინააღმდეგო გემი და სხვა მნიშვნელოვანი საზღვაო და საჰაერო რესურსები, რომლებიც გადამწყვეტი იქნება ერთობლივი ოპერაციისთვის, მისიისთვის, რომ ის ადგილი ღია დარჩეს.
მაგრამ არსებობს რამდენიმე საბრძოლო სივრცის მოსამზადებელი ქმედება, რომელიც ჯერ უნდა განხორციელდეს. და ზოგიერთი ქვეყანა საკმაოდ მკაცრად აცხადებს, რომ უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა, იქნება ეს იურიდიულად თუ ფაქტობრივად. მაგრამ უნდა შეწყდეს ანტიგემური საბრძოლო შესაძლებლობების აქტიური გამოყენება. მაშ 1. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს ცოტა ხმის წინ გამოაქვეყნა. დღეს ის ამბობს, ირანის ყველაზე დიდი ხიდი დაინგრა და აღარასოდეს იქნება გამოყენებული. კიდევ ბევრი რამ გვევლდება. დროა ირანმა შეთანხმება გააფორმოს, სანამ ძალიან გვიან არ არის. და სანამ არაფერი დარჩება იმიდან, რაც ჯერ კიდევ შეიძლება დიდ ქვეყანად იქცეს. ეს არის ეკრანის ანაბეჭდი. ჩვენ გვაქვს ვიდეო, რომელიც მან გამოაქვეყნა. აი აქ, ჩავრთოთ. მოკლე აჩვენებს ხიდს ცეცხლში და ჩანს ცეცხლი იქ. გრაფიკის გარეშე ჩანს, რომ ის იწყებს ჩამოშლას და ნგრევას. სწრაფად, სულ მცირე ნაწილობრივ. მაშ რაულ, 1. ვიცი, რომ ირანის მთავრობამ უპასუხა ამ ხიდის სიტუაციას. რას ადევნებ თვალს აქ? ეს იყო უზარმაზარი ხიდი, რომელიც თეირანის დასავლეთით გადის და სხვა დიდ ქალაქს უკავშირდება. ეს არის მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ხაზი, ლოგისტიკური მარშრუტი და ის მხოლოდ 1 ან 2 წლის წინ დასრულდა. რა თქმა უნდა, ეს დამანგრეველი დარტყმაა, რადგან ეს იყო ყველაზე ლამაზი და ყველაზე დიდი ხიდი ირანში. ეხლა როგორც გავიგე, ირანელები მიზანში იღებენ ხიდებს სპარსეთის ყურის შტატების გარშემო და სხვა ხიდებს, რომლებიც შეიძლება ააფეთქონ. და ის რაც მაშინვე გახსენდება არის ხიდი, რომელიც საუდის არაბეთს ბაჰრეინს აერთებს. დარწმუნებული ვარ, ისინი ამაზე შეტევასაც ეცდებიან, მაგრამ რას ნიშნავს ეს? ეს არის პირველი დიდი თავდასხმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უშინ რამით ირანის დაბომბვაზე ისაუბრა. დაბრუნება ქვის ხანაში ბევრი ცდილობს გაიგოს, რას ნიშნავს ეს. მათი ქვის ხანაში დაბრუნება. როგორც აღნიშნეთ, iOS-მა ეს საკითხი უკვე რამდენჯერმე წამოჭრა და ჩვენ ვსწავლობთ მას. მათი ელექტროსადგურების შეტევით. და თუ ჩვენ მათ ელექტროსადგურებს დავარტყამთ, ეს ფაქტობრივად ამთავრებს თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებას. ირანში მათ დიდი სირთულე ექნებათ ამ ელექტროსადგურების ხელახლა ამუშავებაში. მეორეს მხრივ, ირანელები ეცდებოდნენ დაბომბონ ელექტროსადგურები, გამტკნარების ქარხნები და სხვა ინფრასტრუქტურა სპარსეთის ყურეში. მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ასეთ რამეს ვაკეთებთ. ეს გაფრთხილებაა იმისთვის, რომ ვუთხრათ, ამას სერიოზულად ვამბობთ. ჩვენ დავარტყამთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართალი სამხედრო მიზანს ითხოვს, აქ მთავარი ყურადღება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზეა. რა არის ეს? რაულ, იცი, კიდევ ერთი დამ არის, რაც მე ვნახე სიახლეებში და ეს იემენს ეხება. როგორც ჩანს, ვიღებთ ცნობებს, რომ ისრაელელებმა დააფიქსირეს რაკეტა, რომელიც იემენიდან ისრაელის მიმართულებით გაუშვეს. სამხედრო განცხადება მალევე გავრცელდა მას შემდეგ, რაც ირანიდან გაშვებული რაკეტების შესახებ გაფრთხილება გაიცა. ხო, იცი, მოდი ჰათებზე ვილაპარაკოთ. შენ და მე ბოლო წლებში ამაზე იმდენჯერ გქონია საუბარი. ისინი გარკვეული დროით უმოქმედოდ იყვნენ. როცა ამ ომის პირველი კვირები დაიწყო, ჩვენ შევამჩნიეთ მათი აქტივობის უფრო შესამჩნევი და ხანგრძლივი ზრდა. ბოლო დრო გასულ წელს ტრამპის ადმინისტრაციამ სრული ძალით სცადა ჰუთების წინააღმდეგ შეტევა, მათი პოზიციების, ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების დამიზნება, თითქმის ყველაფერზე, რაც შეიძლება წარმოიდგინოთ. ისრაელელებმა და ბრიტანელებმაც ასევე განახორციელეს რამდენიმე შეტევა იქ. ეს იყო ძალიან დატვირთული წელი, როცა ისინი ამ ჯგუფს დასდევდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ, როგორც ჩანს, ჩვენ და ჰუთებმა საბოლოოდ ხელი მოვაწერეთ რაღაც სახის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. თავარი კითხვა ყოველთვის ის არის, თუ ისინი ირანის მხარეს დადგებიან ამ მიმდინარე ომში. როგორც ჰეზბოლამ ჩაერია, ისევე როგორც შიიტურმა მილიციებმა ერაყში ჩაერივნენ, რას გააკეთებენ ჰუთები. რადგან ამას პირდაპირი გავლენა აქვს კიდევ ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საზღვაო ვიჭრო გასასვლელზე, რომელიც ბაბ-ალ-მანდების სრუტეა. სადაც უნდა გაიარო, თუ სუეცის არხს გამოიყენებ ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთის ოკეანეში რომ გადახვიდე, ასე რომ ეს იყო აბსოლუტურად გადამწყვეტი რამ. Acreditamos que eles vão voltar. გემსაწინააღმდეგო ოპერაციების ჩატარება, რასაც ამტკიცებს ის ფაქტი, რომ ისინი ბალისტიკური რაკეტების გაშვებებს ახორციელებენ ისრაელის მიმართულებით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება. ხარი დაუჭირონ ირანს ახლა, თუ საბოლოოდ ირანში რეჟიმი დაინგრევა, ფიქრობ ჰუსიტები საკმაოდ საბედისწერო გადაწყვეტილებას იღებენ. რადგან ეს ფაქტობრივად ერთადერთი ქვეყანაა მთელ მსოფლიოში, რომელიც მათ მხარს უჭერს. ეს ერთადერთი წყაროა ფულის, იარაღის, საბრძოლო მასალის, რაც არ უნდა წარმოიდგინოთ, ყველაფერი ირანიდან მოდის. ასე რომ თუ ამას ირანიდან ვერ მიიღებენ, ძალიან გაუჭირდებათ თავის შენარჩუნება, როგორც ნებისმიერი სხვა რამ.
განსაკუთრებით თუ ზევა, საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნები გადაწყვეტენ იემენის მთავრობასთან ერთად ჩაერიონ და კოორდინირებულად დაედევნონ მათ, ჩვენი ლაპარაკეთ დაახლოებით 24 საათის წინ პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლის შემდეგ. მან გუშინ საღამოს პრაიმ ტაიმში მიმართა ერს და ომის მიმდინარეობაზე ისაუბრა. ჩვენ ეთერში ვიყავით ბენ ჰამათან ერთად FDD-დან და ვამბობდით, რომ გუშინ საღამოს ბევრი ახალი ინფორმაცია არ მოგვისმენია. ის რაც გუშინ მოვისმინეთ, ძირითადად თემა იყო, რომელიც თეთრ სახლს უკვე ქონდა განხილული, ან ინფორმაცია, რომელიც უკვე მედიაში იყო გავრცელებული. სიტყვით გამოსვლამდე 24 საათი იყო გასული. რაუ, ტრამპის კომენტარების შემდეგ ომში რაიმე გამოხმაურება იყო? როგორც ჩანს, ჩვენს კომენტარებს რეაგირება მოჰყვა. ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო ბაზარი დაეცა. არავის გაუგონია კონკრეტული გეგმა ომიდან რეალურად გამოსასვლელად. თუ თქვენ ნავთობის, ბუნებრივი გაზის ან სასუქების მსგავს საქონელთან გქონდათ საქმე, ამ სიტყვაში ვერაფერი მოისმინეთ, რაც სიმშვიდეს მოგიტანდათ. ფასები ასახავს ნათქვამს და იგივე ეხება მთლიან ბაზარსაც. ისინი ისმენდნენ ნიშნებს, რომ შესაძლოა ვიხილოთ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის, პროდუქტიულობის და ასევე ზრდის ვარდნა, ასე ვთქვათ. ეს ყველაფერი აისახა. ბაზრებმა ამაზე უფრო მკაცრად ისაუბრეს, ვიდრე ვინმე სხვა. მაგრამ ეს დიდ ზეწოლას ახდენს მთავრობაზე, რომ წარმოადგინოს რაღაცა, რაც იმ განცხადებასებას ძალას შესცენს. ერთი რამ, რაც აქედან გამოვიდა, იყო ის, რაზეც ვსაუბრობდით, მათი დაბომბვა. დაბრუნება ქვის ხანაში. ეს ელექტროსადგურებს ეხებოდა, მაგრამ მთლიანად კრიტიკულ ინფრასტრუქტურასაც გავლენას ახდენს. ირანში ერთ-ერთი მიზეზი თავშეკავებისა ისაა, რომ თუ მათ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაბომბავ, ისინი საპასუხოდ დაარტყამენ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაგიბომბავენ. მოკავშირე სახელმწიფოებიდან სპარსეთის ყურეში, საუდის არაბეთი, ბარეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ასევე ქუეითი უკვე ზიანს აყენებენ ამ ინფრასტრუქტურას. როგორც არ უნდა იყოს, ეს მოხსნიდა ნებისმიერ შეზღუდვას. ყოველ შემთხვევაში ეს იყო თავდაპირველი აზრი. ეხლა ნამდვილად უნდა მოახდინოთ ირანზე ზეწოლა, რომ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასწნენ. და ვფიქრობ, პრეზიდენტი სერიოზულად განიხილავს იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე უბრალოდ ხიდის დაბომბვა. ვფიქრობ, ის სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურებსაც უყურებს და ამბობს, რომ ალბათ ეს საჭირო იქნება. მას, რას ვიგებთ ამ სიტყვებიდან? მოხდა ცვლილება? ზოგადად ეს საინტერესო საკითხია, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბაზრის რეაქცია. ეხლა თითქმის ერთი კვირაა გასული. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც ახალი საზღვაო ქვეითები ახლო აღმოსავლეთში გაგზავნა მთავრობამ. ქსმენია რამე იმის შესახებ, რას აკეთებენ ეს ჯარები მას შემდეგ, რაც იქ ჩავიდნენ. 31 საზღვაო ქვეითა ექსპედიციური დანაყოფი იქა. ან მსმენია, რომ მათ რაიმე გააკეთეს ხმელეთზე. მესმოდა, რომ შეიძლება ვარჯიშობდნენ ახლო აღმოსავლეთში მიმავალ გზაზე. მაგრამ არ ვიცი, ეს სწორედ ეს დანაყოფი იყო თუ სხვა. როგორც არ უნდა იყოს, 31 საზღვაო ქვეითა ექსპედიციური დანაყოფი იქაა და ძალიან ძლიერია. მათ ხავთ ბატალიონი, გაძლიერებული ბატალიონი, სახმელეთო საბრძოლო ელემენტი. ბევრი რამ აქვთ იქ. 800-დან 900-მდე ჯარისკაცი, ასევე შერეული ესკადრონი, დიდი ლოგისტიკა, მართვისა და კონტროლის ჯგუფი, გუნდი, რომელიც ბევრ საქმეს აკეთებს. მეათე საზღვაო ქვეითა ექსპედიციური დანაყოფი სულ უკან მოსდევს. ახლა ისინი ალბათ ინდოეთის ოკეანეს კვეთენ ამ მარშრუტით. შორს არ უნდა იყვნენ. და 82 საჰაერო სადესანტოს მოწინავე ელემენტი დაახლოებით 1000 ჯარისკაცი იქ არის, შეიძლება იყოს 1000-დან 2000-მდე ჯარისკაცი. რაც მესმის, ეს ფორმირდება 82 საჰაერო სადესანტო დივიზიის პირველი ბრიგადის ფარგლებში, 2 ბატალიონის შემადგენლობით. და ეს არის ის ტიპის რამ, რასაც აკვირდები, როცა გეგმავ საჰაერო სადესანტო ოპერაციას კარგის კუნძულის ან სხვა კუნძულის დასაკავებლად. ან თუ შენ გინდა გააკეთო რაღაცა უფრო, იცი, თამამი და შეხვიდე იქ და სცადო, აიღო კონტროლი იმ გამდიდრებულ ურანზე, უფრო ღრმად ირანის ტერიტორიაზე. ეს არის ის ტიპის ძალა, რომელიც გინდა. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვისმენთ სპეციალური დანაყოფების შესახებ, როგორიცაა Navy SEALs-ი და Army Ranger-ები. მათ კონკრეტულად არ უთქვამთ, მაგრამ ვარაუდობ, რომ იქ Marine Raider-ებიც არიან. ესეც საკმაოდ ძლიერი ძალაა. ეს ახალი შესაძლებლობა იქ მოდის. თუ ახლა მე ირანელი დამშველი ვიქნებოდი სპარსეთის ყუნის კუნძულებზე ან ჰორმუზის სრუტეში, თავს ძალიან ნერვიულად ვიგრძნობდი.
ალკემპერი არის საზღვაო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, უსაფრთხოების ანალიტიკოსი და Strat პოდკასტის წამყვანი. რა გველოდება Stratში, ალ? კარგი, ბევრად უფრო მეტს ვისაუბრებ სპარსეთის ყურის რეგიონზე, ფიქრობ გარდამტეხ წერტილამდე მივედით და გეტყვით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მომდევნო კვირებში. თქვენი თქმით მგონია, რომ ბევრს საუბრობდით სპარსეთის ყურეზე. კი, საუბრობდი და კვლავაც ვაპირებ საუბარს სპარსეთის ყურეზე, რადგან ეს ძალიან დიდი თემაა. ერთი რამ, რასაც ადამიანები ვერ აცნობიერებენ, არის ის, რომ ბევრ ქვეყანას დიდი ნავთობის მარაგი არ აქვს. ფილიპინები მაგალითად ეროვნული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში არიან. მათ აქვთ მხოლოდ 30-დან 45 დღემდე მარაგი. თუნდაც ხვალ გაიხსნა სრუტე, მაინც არსებობს ეჭვები. შეძლებენ კი ნავთობის მიტანას ფილიპინებამდე ისე, რომ ქვეყანას საწვავი არ გაუთავდეს. ეს ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა და მე ვეცდები, რომ ეს გადავჭრა. გმადლობ თქვენს დროსთვის და მალე შევხვდებით. მადლობა ოსტინი. არი დარდო. კარგი, ეხლა რასაც გავაკეთებთ, ეს არის პირდაპირი ჩართვა კაპიტოლიუმიდან. ჯერ ქვეყნის დედაქალაქში დრო ახლახან ღამის საათს გადასცდა. მოდით გადავთოთ ჯონათან ჰანზე, Fox-ისგან. ის აკვირდებოდა ომს. ის გვაწვდის ამ ანგარის იმის შესახებ, რაც ბოლო 24 საათში მოხდა, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის გუშინდელი საღამოს გამოსვლის გამოხმაურებებს. მოდით ვნახოთ. ჩვენ დავასრულებთ საქმეს და ძალიან სწრაფად დავასრულებთ. პრეზიდენტმა ტრამპმა წარმოადგინა ახალი გრაფიკი ოპერაცია ეპიკური რისხვის დასასრულებლად, რომლის მიზნები უნდა შესრულდეს 2-დან 3 კვირაში. მაგრამ ირანმა უპასუხა, ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე რაკეტებით მიიტანა იერიში. ირანის სამხედროებმა გააფრთხილეს, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ მარაგში რაკეტები და დრონები, რომელთა შესახებაც აშშ-ს არც კი აქვს ინფორმაცია. ცენტრები, რომლებიც გონიათ, რომ დააზიანეთ, უმნიშვნელოა და ჩვენი სტრატეგიული სამხედრო წარმოება ისეთ ადგილებში მიმდინარეობს, რომელთა შესახებაც წარმოდგენაც არ გაქვთ. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაკიცხა ევროპელი მოკავშირეები, რომ ისინი არ კისრულობენ ლიდერის როლს ჰორმუზის სრუტის დაცვის საქმეში. ხუთშაბათს გაერთიანებულმა სამეფო ვირტუალური სამიტით უპასუხა საზღვაო გზის გახსნის საკითხზე. დახურვამ ნავთობის პასი გაზარდა, მაგრამ თეთრი სახლი აცხადებს, რომ აშშ შეძლებს ამ შტორმის გადალახვას. ამერიკა ახლა უფრო მეტ ნავთობს აწარმოებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა მსოფლიოში. დერეგულაცია, გადასახადების შემცირება და ეს ყველაფერი გვეხმარება აღდგენაში. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ამბობენ, რომ ირანის საფრთხის განეიტრალება მომდევნო 3 კვირაში რთულია, ტრამპი მტკიცედ აგრძელებს ბრძოლას. თუნდაც ამ ომს შეზღუდული მიზნები ჰქონდეს, მომდევნო კვირები მარტივი არ იქნება. თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის, ტრამპი ამბობს, რომ ან ორშაბათამდე იმოქმედებენ, ან ისაპირებს დაარტყას ქვეყნის ენერგეტიკულ ობიექტებს თელ-ავივში. ჯონათან ჰანტი, Fox News-ი, STV-ი.